ერთ-ერთ წინა ვიდეოში, სადაც სტალინზე ვისაუბრებ, თქვი, რომ ეს რაღაცა TikTok ნაშების რაღაც საყვარელ თემად იქცა სტალინი და რა თქმა უნდა მასთან დაკავშირებული უარყოფითი ფაქტები და ესეთები ძირითადად გონზე ცოდნა არა აქვთ. რაღაცა ყურმოკრულებით ლაპარაკობენ, რომ რაღაცაო ვიღაც 11 წუთზე ნაკლები ტაში თუ დაუკრავდნენ სტალინს ხრეტდაო და იქო 12 წლის ბავშვებს ხრეტდაო, რაღაცებს ბოდავენ. თუმცა ეხლა რატო მინდა თქვენი ყურადღება რას მინდა მივაქციო? განსაკუთრებული ბოდვები აღმოვაჩინე TikTok-ზე, ვიღაცა ჩერჩეთი ქალი ზის და თან აი რა შვებეცი, მე მოგიყვებით უცნობ ფაქტებს სტალინის შესახებ, რა თქვენ არ გაგიგიათ და ყვება რას, რომ პოლონეთს, ანუ სტალინი იყო ჰიტლერის მოკავშირეო მეორე მსოფლიო ომის, ადრეო, მანამდეო, რომელ მანამდე არ ვიცი, მაგრამ იყო ჰიტლერის მოკავშირეო და ჰიტლერმა და გერმანიამ პოლონეთი გაიყვესო. როგორი უცნობი ფაქტია, ხო, სტალინის შესახებ არ ვიცოდით არავინ. მოდი მოვუსმინოთ ერთი ამ ჩერჩეთს. კიდე 1-2 ფაქტი სტალინზე, რომელიც შეიძლება არ იცოდე. მაგალითად ის, რომ ის ყოველთვის ჰიტლერს არ ებრძოდა. თავიდან ის იყო ჰიტლერის მოკავშირე. პირველად, ჰიტლერთან ერთად აესხნენ თავს პოლონეთს და შედეგად გაიყვეს პოლონეთი შუაზე. ნახევარი ჰიტლერმა, ნახევარი სტალინმა. კიდევ ერთი ფაქტიო, რაც თქვენთან სტალინის შესახებ არ იცითო ბიჭო. ვაიმე, ესე იგი, იდეაში მართალია ეს ქალი, ახლა ვინც ესეთი ფაქტები არ იცის, ვისაც იქ დააკვირდებოდით დაბლა გოლოდომორ აწერია და გოლოდომორზეც შემდეგ ამბობს, რომ თქვენ არ იცით, ადამიანს გონია, რომ არც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გაუგია ვინმეს, არც გოლოდომორი გაუგია და კი, ესეთი ადამიანებისთვის, ვისაც არ გაუგია ეს ყველაფერი, ამ ადამიანის მოსმენა ალბათ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მათთვის უცნობ ფაქტებს გაიგებენ, თუმცა ამ ადამიანებს მეც თუ მომისმენენ, ვეტყვი, რომ ვიდრე ჰიტლერი და სტალინი პოლონეთს გაიყოფდნენ, მანამდე პოლონეთმა და ჰიტლერმა ურთიერთშეთანხმებით გაიყვეს ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი. ჩეხოსლოვაკიას ჩამოაჭრეს სუდეტის ოლქი, ეს ჩემბერლენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ჰიტლერის შეთანხმებით, რასაც ერქვა მიუნხენის შეთანხმება და ამ სუდეტის ოლქის ნახევარი მიცეს დიდი ბრიტანეთის მოკავშირეს პოლონეთს. ანუ ჰიტლერის მოკავშირე იყო დიდი ბრიტანეთის პოლონეთიც. დიდმა ბრიტანეთმა, როდესაც ჰიტლერმა მოახდინა ავსტრიის ანშლუსი, ანექსია გააკეთა რა, დაიპყრო ავსტრია, ანშლუს, მიერთება და არქვა თვითონ, მაგრამ დაიპყრო ავსტრია, დაიპყრო ჰოლანდია, ჰიტლერმა ამას ტაში დაუკრა დიდმა ბრიტანეთმა. ერთადერთი ვინც გააგზავნა საპროტესტო ნოტა, რომ ჰიტლერი არ იქცევა არასწორად და უნდა შეაკავოს მსოფლიომ ჰიტლერის საქციელები, ეს იყო საბჭოთა კავშირი, ვინც საპროტესტო ნოტა გაგზავნა. დანარჩენი დიდი ბრიტანეთის საფრანგეთი ყველა ტაშს უკრავდა ჰიტლერს და შემდეგ, როგორც გითხარით, სუდეტის ოლქი საერთოდ ჩამოაჭრეს ჩეხოსლოვაკიას და გადაუფორმეს მას, რა ქვია, ჰიტლერს, გერმანიას და ნაწილი პოლონეთს მიუერთეს, რომელიც შემდეგ დაჩაგრული იყო. ასე რომ ხალხო, აი ამ ჩერჩეთს ბევრი რო არ უსმინოთ, მე გეტყვით, ეს არის ჩვეულებრივი რაღაცები, იმდროინდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელი, თუმცა დღევანდელ მსოფლიოს აი ამ რაღაც გლობალურ სტრატეგიებში ხდება მსგავსი რაღაცები, რომ ხდება რაღაც გადანაწილებები გარკვეული ტერიტორიების, რაც არის ძალიან ცუდი, თუმცა ხდება და ეს მხოლოდ სტალინს მიაწერო და მხოლოდ საბჭოთა კავშირს, ესაა სიჩერჩეტი, უბრალოდ უცოდინარობა. რაც შეეხება კონკრეტულად მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, რომლის შედეგადაც შემდეგ ჰიტლერმა და საბჭოთა კავშირმა გაიყვეს პოლონეთი, ასე ვთქვათ, ეს იყო უბრალოდ სტალინისგან იმის ცდელობა, რომ აერიდებინა, კი, რო ვერ აირიდებდა ჰიტლერის თავდასხმას და მეორე მსოფლიო ომის თავიდან სტალინი ეს იცოდა, რა თქმა უნდა, თუმცა გარკვეული პერიოდით, გარკვეული წლებით გადაწევა ომის დაწყებისა და როდესაც ჰიტლერმა ეს შესთავაზა, სტალინი რას ეთყოდა? არა კაცო, მე მაგას ვერ ვიკადრებე. და ჰიტლერისთვის ეს იქნებოდა დამაჯერებელი. პოლონეთის ნაწილში შესვლა საბჭოთა ჯარებისა, სხვათა შორის ეს არის ის ნაწილი, რომელიც დღეს თქვენ სათაყვანებელ უკრაინას ეკუთვნის, ეს არის ლვოვი და გალიცია, უკრაინის დასავლეთი ნაწილი, რომელიც შემდეგ საბოლოო ჯამში სტალინმა გადასცა უკრაინას. ეხლა ძალიან ბევრ შოკს მიიღებთ
ზედიზედ ამდენი რო გილაპარაკოთ, იმდენ შოკს მიიღებთ ესეთი ჩერჩეტები, რომ მე მგონი ცოტა მეწოდები თქვენთვის არის ეგ, რომ სტალინი მანამდე ჰიტლერის მოკავშირე იყო. გოლოდომორი არ გაგვიგია კიდე. მოდით გავიგოთ გოლოდომორი აქ მთელი მუღამი რა არიცი, ყველაფერი გამიგია ამ გოლოდომორზე და ეს ხალი რა თეორიასაც ანვითარებს, რისთვისაც გააკეთა სტალინმა გოლოდომორი, მოусმინო თუ ჭარჩაბჟირდებით სიცილით და ვინცაც გესმით რაღაცა და შემდეგ გექნებათ ისევ ჩემი მოსმენის თავი. და კიდე ერთი ფაქტი, რომელიც სტალინმა იმისათვის, რომ ამერიკას გაჯიბრებოდა ესე კოსმოსურ თამაშებში რო აყოლოდა და რაღაცა ჩვენც მაგრები ვართო და რაღაცა ამისათვის უკრაინას წართვა მთელი ხორბლის და ყველანაირი რესურსი, რომელიც აი საკვებზე უნდა წასულიყო და შესაბამისად, ეს მოახმარა ყველაფერი აი ამ კოსმოსური რაღაცა თამაშების განვითარებას და 2 წლის განმავლობაში უკრაინა დატოვა საჭმლის გარეშე. ამ ფაქტს ეწოდება გოლადამორ, შიმშილით გაწყვეტა. 2 წლის განმავლობაში ადამიანებს საკვები არ ჰქონდათ. და ჩაკეტილები იყვნენ აი ამ სივრცეში და მარტო ეს ამ ინფორმაციამ გაჟონა ეს შემთხვევით ეს არა ქვია, როცა უცხოელი ჟურნალისტები, ფოტოგრაფები შევიდნენ ამ ტერიტორიაზე და დააფიქსირეს რა ხდებოდა რეალობაში. სადღაც 7 მილიონიდან 10 მილიონამდე უკრაინელი გარდაიცვალა შიმშილით. და რო გაჩვენოთ ეს ფოტოები, როგორი მდგომარეობაში იყო ხალხი მაგ დროს, ხო? აი დამჯერად გული შეგიწუხდება და მსგავს შემზარავ რაღაცას სხვაგან ვერ ნახავთ. არ ვიცი რა, სასტიკი და ძალიან ბევრი დანაშაულის ჩამდენი ადამიანი იყო სტალინი. რა იცოდეთ? კიდე. ძალიან მოკლედ რა. ბიჭო, გოლოდომორი სტალინს, ესე იგი უკრაინელებისთვის წაურთმევია ხორბალი და 2 წელი უშიმშილებია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გაჯიბრებოდა კოსმოსის ათვისებაში, გესმით? თან აქ რა მეც მაგარი ვარო და ამერიკელებს დაწეოდა უნდა კოსმოსს. ამერიკელებს ამ დროისთვის, როცა გოლოდომორი ხდება უკრაინაში და საბჭოთა კავშირში, ამერიკელებს ამ დროს კოსმოსი უკვე ათვისებული აქვთ. აი ამ ჩერჩეტის აზრით. და სტალინი მათ ეწევა და ხორბალს, იმიტომ ართმევს უკრაინელებს, რომ ეს ხორბალი გაყიდოს და ამ ფულით კოსმოსის ათვისებაში გაეჯიბროს და დაეწევს ამერიკელებს. გოლოდომორი 1930-32 წლებია შეჩერჩეტო. 1930 წელს ამერიკას ათვისებული ქონია კოსმოსი და სტალინი მე ხორბლებს ყიდიდა, რომ კოსმოსი 1930 წელს რკინიგზა არ არის ნორმალურად განვითარებული და ავიაცია ფეხს იდგამს, ასე ვთქვათ. 1930-32 წლებში მეცნიერებამ 25 წელიწადში გააკეთა სერიოზული ნახტომი და მივიდა ურმიდან კოსმოსამდე. არ ვიცი, ენამება ესე ამან თან კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც არ იცით, გოლოდომორი ვინ არ იცის, ვისაც ოდნავ საბჭოთა კავშირის შესახებ რამე წაუკითხავს, გოლოდომორი აქ ენაზე დახვეული ყველას და ამ ჩერჩეტის აზრით ვინც არ იცით რა გოლოდომორი, უსმინეთ ამ ჩერჩეტს თქვენ. ბევრ ბჭყალები საინტერესო რამეს გაიგებთ, თუნდაც იმას, რომ 1930 წელს ამერიკას კოსმოსი ქონია კაცო ათვისებული და სტალინი ეწეოდა. ამასთანავე 7-დან 10 მილიონამდე უკრაინელი გაწყვიტაო ამ გოლოდომორით სტალინმაო. ნებისმიერი წყარო, აი ყველაზე ანტისტალინური წყარო 4 მილიონს არ ცდება. გოლოდომორის მსხვერპლები არის 4 მილიონი. ამან 7-დან 10-მდე აწია. ბიჭო, არ შეიძლება მსგავსი ჩერჩეტიზმი. ზოგადად ეხა ვიღაცამ შეიძლება დამისვას კითხვა, შენ რა სიტყვი? კაი ეს ჩერჩეტოს, მაგრამ შენ რა სიტყვი გოლოდომორზე? გოლოდომორი საერთოდ არსებობდა თუ არა როგორც აი ასეთი მძიმე ტრაგიკული მოვლენა და ან უпростоრად ეს იყო თუ არა ხელოვნურად გამოწვეული, ეს დამტკიცებული არ არის. ხორბლის დეფიციტი მაშინ იყო მთელ ევროპაში და გოლოდომორის მსგავსი
სიტუაციები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იყო და ევროპაშიც იყო. უბრალოდ ამის პიარი არ დაუწყია არავის და აქ ჩაავლეს, ხო ხდებით რაც ხდება, რომ აი რაღაცა ფოტოები არსებობდა რაღაცა და აი სტალინმა განგებ გაწყვიტა ჯერ 30-32 წლებში სტალინს მაგდენი ესიც არ ქონდა, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ვესი, წონა მაგდენი არ ქონდა, რომ სტალინს გოლო ჯერ კიდე ტროცკი ვლატაობდა, ასე ვთქვათ, 1934 წლიდან არის სტალინის უკვე რაღაცა ერთპიროვნული ვლატაობა. მაშინ სტალინს მაგხელა წონა არ ქონდა, ეს ერთი. მეორე მთელი ეს ხორბალი არის ვერსია, რომ გადიოდა ევროპაში, ზუსტად იმ ევროპაში, რომელსაც თურმე მე ამხილა გოლოდომორი. იყო რაღაცა დადებული ხელშეკრულება, ევროპას უნდა წაიღო ეს ხორბალი უკრაინიდან და ევროპამ არ დათმო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ხალხი შიმშილობდა, მაინც მოითხოვა თავის ხორბალი და საბჭოთა კავშირს სხვა გზა არ ქონდა, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეგეთი ძლიერი საბჭოთა კავშირი და არ უნდოდა რაღაც პრობლემები. მოკლედ ამ გოლოდომორზე ბევრი რაღაც ვერსიები და ლაპარაკები არსებობს, თუმცა სასაცილო ისაა, რომ 1930 წელს სტალინი ამერიკელებს ეჯიბრებოდა და ამიტომ უკრაინელებს ხორბალი გაუყიდა. ჩერჩეტობის პიკზე ვართ, თუმცა ჯერ სადა ვართ. ეხლა ვნახოთ, რატომ იყვნენ ინტელექტუალი და კარგი რუსები პეტერბურგში. კარგი რუსი. ძალიან იშვიათი მოვლენაა და აი ეს მორალური ზნეობრივი რაღაცა პრინციპები რო გააჩნდეს, ესეც ძალიან იშვიათია, მაგრამ ხშირად ხდება. კონკრეტულად პეტერბურგელი სანქტ-პეტერბურგიდან და ციმბირელი რუსებისგან შედარებით ვიდრე სხვა რეგიონებში. და რატო? იმიტომ რომ ციმბირში იყვნენ გადასახლებული ძალიან ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხი და მეორე პეტერბურგიდან რატო? არა იმიტომ რომ ეს იყო ძველი დედაქალაქი და სამეფო დროს, ანუ ძალიან პრესტიჟული, არამედ იმიტომ რომ ეკატერინე მეორემ რა დაცლილიყო ეს პეტერბურგი, მოუწოდა ევროპელებს რომ განთავისუფლებდა მათ ყველანაირი გადასახადისგან, თუ ისინი დასახლდებოდნენ პეტერბურგში. ამრიგად და ამგვარად პეტერბურგში დასახლდა ძალიან ბევრი გერმანელი. ამ გერმანელებმა გახსნეს სკოლები. ეს სკოლები ბევრად განსხვავდებოდა იმ სკოლებისგან, რაც იყო სამეფო რუსეთში. ამ სკოლებში თანასწორობას ასწავლიდნენ, ადამიანის ღირებულებების პატივისცემას ასწავლიდნენ. აოცრება რა, ჯერ ერთი თურმე ციმბირში კარგი რუსები იმიტომ ყოფილან, რომ იქ იყო ინტელექტუალური ელიტა გადასახლებული. ამას ეხლა ამ შერჩებს გონია, რომ ციმბირში გადასახლებული ინტელექტუალური ელიტის შთამომავლები არიან ის ტიპები, რომლებიც ეხლა ციმბირში ცხოვრობენ. ანუ ისინი ამის ამ ჩერჩეტის აზრით იქ დარჩნენ და გამრავლდნენ. ის გადასახლებული ხალხი, ზოგი მოკვდა იქ, ზოგი მერე დაბრუნდა უკან. ციმბირში საცხოვრებლად არავინ არ დარჩენილა. ციმბირში ცხოვრობენ ადგილობრივი ციმბირელი რუსები. ავი რა, მაგრამ ეხლა როგორი, ესე იგი, რაზვიაზკით დაუბრუნდებით ისევ მეორე მსოფლიო ომს და გერმანიას. პეტერბურგში ყოფილან თურმე განსაკუთრებით ესეთი კარგი და ჰუმანური და ადამიანური რუსები და რატო? ეკატერინე მეორეს გერმანელები ჩაუსახლებია და გერმანელებმა ასწავლესო რუსებსო ღირსებაო, ადამიანურობაო, ეგ რაღაცა ყლეობა ლეგენდებს ყვება, რომ აი სკოლები გახსნეს და გერმანელები გახდება. აი ასე ჰუმანურმა გერმანელებმა, რომლებმაც დაიწყეს ორი მსოფლიო ომი და გაჟუჟეს ებრაელები მილიონობით და რავი ხალხს რასობრივ ნიადაგზე ცოცხლად წვავდნენ, საკონცენტრაციო ბანაკები და ესენი გააკეთეს. აი ამ ჰუმანურ გერმანელებმა ასწავლეს არა ადამიან და რა ქვია მაგას დამპალდა ძალიან ცუდ რუსებს ჰუმანურობა და ადამიანურობა. მოკლედ გილოცავთ დღევანდელ დღეს 9 მაისს და გილოცავთ იმას, რომ ვინც რა არ უნდა ბოდიში და აცუოს და აკუოს, ქართველი კაცის სახელთან იქნება მუდამ დაკავშირებული მსოფლიოში ფაშიზმის მძიმეს ენის დამარცხება, ყავისფერი ჭირი, როგორც მას ეძახოდნენ და კიდე ძალიან დიდხანს გაიბოღმებიან და გასკდებიან ბოღმაზე დღევანდელი გერმანელებიც, რომლებიც ვერ იტანენ აი ამ ყველაფერს, რომ გერმანია ასოცირდება აი ამ საშინელებებთან და ყველაფერს იზამენ, რომ ეს ყველაფერი იქით სხვას გადააბრალონ
თავიანთი არაადამიანურობა და მთელი ევროპა ზუსტად ამიტომ სკდება ბოღმაზე. გილოცავთ იმ დღეს, როცა ქართველმა კაცმა მსოფლიოში ფაშიზმი დაამარცხა. მადლობა ყურადღებისთვის.